ხუხაშვილის სკრინი მინდა განახოთ და შემდეგ ვილაპარაკოთ. ეს ფული მისია, მაგრამ ეუბნებია რომ ამ ფულს მიიღებს მაშინ, როდესაც წესიერად მოიქცევა. ანუ რას ნიშნავს? პატივცემულო გია ხუხაშვილო ეს ამბავი რომ კუთხეში დაგვაყენებენ მანამდე სანამ წესიერად არ მოიქცევით? თუ რა არის ეგ ამბავი რა და მე ისე გამიხარდა ეს ყველაფერი, აი თითქოს არ ვიცი, ეს არ არის რა მარტო ის რომ ფული მოიგო და არ გადაუხტია რაღაცა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცაა, რომ აი წარმოიდგინეთ პირდაპირ აი ამ დემოკრატიულ ვითომ ბჭყალებში დემოკრატიულ და სამართლიან ქვეყანას, ხო, ქვეყანაში იქითკენ პირადი თავიანთივე ბუნაგში ჩავთხარეთ პირში თავიანთივე დემოკრატია და თავიანთივე სამართალი რა. აი ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აქ რაც ხდება რა. ერთი ძალიან მაინტერესებს აი იმ ქვეყანაში, სადაც სამართალი რაღაც კონკრეტული სამართლო გამოიტანა რაღაც გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არ სრულდება. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე უმაღლესი და უზენაესი ყველა ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის სასამართლოს აღსრულება, ხო, განაჩენის აღსრულება, მაგრამ არ აღსრულდა ეს განაჩენი და ვინ დგას კიდე სასამართლოზე ზემოთ, აი ეს მაინტერესებს რა. რა ხალხია ეს, ვინც აი აგრძალა და აიძულა სასამართლოს, რომ თავისი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო განხორციელებული. თქვენ ვერ მეტყვით თავხარის წარმომადგენლებო, რუსეთთან მებრძოლებო, რა არის ეს და რა ჯგუფია ესეთი, ვინც ამას ყველაფერს გრძალავს. კი თქვენ გეცინებათ და რა თქმა უნდა deep state თუ რა ვიცი ჩtildeოვანი მართლობა დაარქვით თუ გინდათ რა ვიცი რაც გინდათ ის დავარქვით. თქვენ თვითონ დაარქვით სახელი. რა ჯგუფია ის, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას აი დემოკრატიულ ქვეყანაში სამართლის აღსრულებაში ხელს უშლის და არაკეთებს ამას. ეს როგორი მომენტია, იცით, მე პირადად განცდა მქონდა ისეთი, რომ აი რა ვიცი, აი თავის დროზე ლივერპულს რომ მოუგეთ, ხო იცით და ვესტჰემს რომ მოუგეთ 4-1 იქ გასვლაზე და თავისივე ბუნაგში რომ თავისივე ხალხს ვათქმევინეთ, რომ ქართველებმა უნდა გვასწავლონო ფეხბურთის თამაშიო და შექსპირის დადგმაო, ესეთივე სიტუაციაა რა. აი ამდენი ტალღების და ამდენი რყევების მიუხედავად იმათივე ქვეყანაში ჩავთხარეთ მართლა პირში ჩავთხარეთ თავიანთი სამართალი და ეს ძალიან ესეთი ამაღელვებელი და საამაყო და ღირსეული ნაბიჯია და ეს არ შეიძლება რომ ნორმალური ქართველი, ნორმალურად მოაზროვანი ქართველი ვინც არის, ეს არ გაუხარდეს რა.